თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. იყო კაცი მოვლინებული ღვთისგან, სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს წუთისოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს. იყო წუთისოფელში და წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ვინც კი მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან. სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის. მადლითა და ჭეშმარიტებით ახსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან, მხოლოდ შობილის დიდება. იოანე მოწმობს მის შესახებ და ღაღადებს. ეს იყო ის, რომელზეც თქვი, ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ, მადლი მადლისაწილი, ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. ღმერთი არასდროს არავის უნახავს, მხოლოდ შობილმა ძემ მამის წიაღში მყოფმა გააცხადა. აჰა, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის. ვინ ხარ შენ? მან აღიარა და არ უარყო. აღიარა. მე არა ვარ ქრისტე. ჰკითხეს მას. მაშინ ელია ხარ? მან თქვა. არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? მიუგო. არა. მაშინ უთხრეს მას. ვინ ახარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ? რა სიტყვის შენზე? მან თქვა. მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა. წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ. კითხეს მას. აბა რაღაცომ ნათლავ? თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი. მიუგო იოანემ პასუხად. მე ვნათლავ წყალში, მაგრამ თქვენ შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.
ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღვთისკრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას. Who takes away the sin of the world. ეს არის რომელზეც თქვი, ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია. ნაიდან ჩემზე უწინ იყო მეთქი. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყალში სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს. მოწმობდა იოანე და ამბობდა: მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალის სული და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მე მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ვიზეც დაინახოს სული გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლის მცემელი. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღვთისკრავი. ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა, დაინახა რომ მიყვებიან და უთხრა მათ: რასაცე? ხოლო მათ უთხრეს: რაბი, რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარო. საცხოვრო. უთხრა მათ: წამოდით და ნახავთ. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დახვეს. იქნებოდა დაახლოებით მე-10 საათი. ერთი ამ ორთაგანი, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ პეტრესი. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: ჩვენ ვიპოვეთ მესია. რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს. მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა. რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს. მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა. იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: გამომყევი. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: ჩვენ ნახეთ ის, ვიზეც წერდა რჯულში მოსე და აგრეთვე წინასწარმეტყველმა, იესო იოსების ძე ნაზარეთიდან. უთხრა მას ნათანაელმა: განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?
ფილიპემ უთხრა: წამო და ნახე. იესომ რომ დაინახა მისგენ მიმავალი ნათანაელი. თქვა მასზე: აჰა ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა. ნათანაელმა ჰკითხა: საიდან მიცნობ? იესომ მიუგო: ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი დაგინახე. ნათანაელმა უპასუხა მას: რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ ისრაელის მეფე. მიუგო იესომ და უთხრა: შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი ლეღვის ქვეშ დაგინახე მეთქი. ამაზე მეც სიხილი. უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთა და ჩამომავალთ. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო აღარა აქვთ. იესომ უთხრა მას: რა გინდა ჩემგან დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგა. დედამისმა უთხრა მსახურებს: გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. იქ იყო 6 ქვის ჭურჭელი იუდებელთა საწესო განწმენდისათვის. თითოში 2 ან 3 საწყავული ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ: ავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები. და მათაც აავსეს პირთამდე. უთხრა მათ: ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს. და მიართვეს. როდესაც სუფრის გამრიგემ გებო უნახა ღვინოთ ქცეულ წყალს, არ იცოდა საიდან იყო ეს. იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი. მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და უთხრა: ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგავს, ხოლო როცა შეთვრებიან, დარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს. ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება.
დაირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩა რამდენიმე დღეს. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და სდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეგა ტაძრიდან ყველა. აგრეთვე ხარების და ცხვრებიც. ფულის გადამცველებს ფული დაუბნია და მაგიდები აუხიდავა. He overturned the tables of the money changers and scattered their coins. And he ordered those who sold pigeons ბედების გამყიდველებს უთხრა. გაიყვანეთ ესენი აქედან და მამა ჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: შენი სახლის შური შემჭამს მე. მიუგეს მაშინ იუდეველებმა და უთხრეს: რა ნიშანს გვიჩვენებ ამას რომ აკეთებ? მიუგო იესომ და უთხრა მათ: დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი 46 წელიწადს შენდებოდა და შენ 3 დღეში აღადგენ მას? ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს ამას რომ ამბობდა და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა. ხოლო როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო არ ანტობდა მათ თავის თავს, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა რა იყო ადამიანში.